გამარჯობათ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს მთაწმინდაზე გირჩის მხარდამჭერების გადაწერის პროცესი იმისთვის, რომ არჩევნებზე 19 მაისს საბოს დაუჭირონ მხარი. დღეს გავიგეთ, რომ იუსტიციის სამინისტროს და განვითარების სერვისების სახელმწიფო სერვისების ეროვნულ სააგენტოს აქვს პრეტენზია ამასთან დაკავშირებით და პროცესს ხელოვნურად აფერხებს, იმიტომ რომ ჩვენს მიზანს ვერ მივაღწიოთ საბოს მხარდამჭერებმა. ნახეთ, რაშია საქმე, რას აპირებენ. ხელოვნურად შეაფერხეს გადაწერის პროცესი კონკრეტულ მისამართებზე, რომელიც არის 100%-იანი კანონდარღვევა, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ვადის 2 დღეზე მეტი გაწევის უფლებამოსილება არ გააჩნიათ. მოიფიქრებენ ახლა რაიმე ადმინისტრაციულ აქტს, რომლითაც ამ პროცესს რაღაც დონეზე გადადებენ, რომ შემდეგ ეს ვერ მოესწროს CESCO-ში ამ ბაზების განახლება. ეს არის ერთი გზა, რასაც შეიძლება აპირებდნენ. მეორე გზა არის ის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლები იუსტიციის სამინისტროს ბრძანებით გავლენ კონკრეტულ მისამართებზე ადგილზე და იქ მეზობლებს კითხავენ, აქ ცხოვრობს თუ არა ის ხალხი, რომელიც არის ჩაწერილი. და მე სიტყვაზე ამას გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ადამიანი იქ არ ცხოვრობს, ამიტომ უნდა ამოწეროთ ამ მისამართიდან. მისამართზე ადამიანის ჩაწერა არაფერ კავშირში არ არის მის იქ ცხოვრებასთან. ანუ ამ ქვეყანაში ადამიანები არიან სადღაც ჩაწეrilები და სადღაც სხვაგან ცხოვრობენ. ეს არ შეიძლება იყოს მათი ამოწერის საფუძველი. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით. ვიცით ისიც, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკურად მოტივირებული. და ვიცით ის, რომ თანამშრომლებს ამ სააგენტოს თანამშრომლებს იყენებენ პოლიტიკური მიზნის განსახორციელებლად. პოლიტიკური მიზნის განსახორციელებლად ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ადენინებენ ისეთ საქციელს, რომლის გასცეც მათ აქამდე არ ჩაუდენიათ. პირველად ხო არ ეწერებიან ადამიანებს რაღაც მისამართზე. და რომ არც ერთ საქმეზე ხო არასოდეს სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლები არ გასულან და არ მოუთხოვიათ მეზობლების თანხმობა ან რაღაცა იქაურეთ ინფორმაცია დამატებით, ვინმე სადმე ცხოვრობს თუ არა. ამას აკეთებენ მხოლოდ გირჩის შემთხვევაში. კანონის ასე არათანაბრად გაგება, ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს ზოგადად და ზოგადად ადმინისტრაციულ ორგანო თუ ერთ შემთხვევაში ღებულობს ერთ გადაწყვეტილებას, გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში ვალდებულია სხვა შემთხვევაში მიიღოს იგივე გადაწყვეტილება. ჩვენ ამ ყველაფერს ვიმახსოვრებთ, თუ ეს აღსრულდება. და მე ვდებ პირობას, რომ ზოგადად ეგეთი რაღაცები არ მავიწყდება. თეატრალუკენი არ იქნება ყოველთვის მინისტრი. და სამოქალაქო რეესტრის ის თანამშრომლები, რომლებიც ამ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, ხელს მოაწერენ ადმინისტრაციულ აქტებს, რომელიც რეალურად ჩვენს მომხრეებს ჩაგრავს, ანუ ადამიანებს, რომელიც ჩვენს გამო იწვალეს, გადაეწერდნენ, მოკლედ მთელი ამბავი მოაწყვეს და ამ შრომას წყალში უყრის პოლიტიკური მიზნებით, რომ სხვა პოლიტიკურმა ძალამ ქართულმა ოცნებამ მიაღწიოს წარმატებას, ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. პირობას ვდებ, რომ სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, საჯარო მოსამსახურეები, პასუხისგებაში იქნენ მიცემული. შეიძლება ეს არ მოხდეს ახლა, არ მოხდეს 1 წლის მერე, 2 წლის მერე, მაგრამ პირობას ვდებ. მთელ ცხოვრებას დავახარჯავ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ამაში მიიღეს მონაწილეობა, პასუხისგებაში მიეცნენ. იმასაც ვიტყვი, რომ ციხეში არ ჩავსვამ. ოღონდ გავასამართლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი რაღაცა თავში არ გაივლოს მომავალში არც ერთმა საჯარო მოსამსახურემ. მსგავს რაღაცაში ვგულისხმობ პოლიტიკური მოტივებით მუშაობა, პოლიტიკური მოტივებით გადაწყვეტილების მიღება, პოლიტიკური მოტივებით კანონის დარღვევა.